მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2017 წელი ამოცანა ნომერი 13. მოდულური მასის იდეალურმა აირმა შეასრულა ნახატზე წრეწირით გამოსახული ციკლური პროცესი. ამ პროცესში რომელ მდგომარეობაშია წნევა მაქსიმალური. T აბსოლუტური ტემპერატურაა, V მოცულობა. მოცემული გვაქვს T, V დიაგრამა და ვიკითხებიან რომელ წერტილში არის წნევა მაქსიმალური. P მაქსიმალურს ვიკითხებიან. მოდით ახლა ცოტა ეს ნახაზი გავადიდოთ, რომ კარგად გამოჩნდეს, რაც სიტუაციაც გვაქვს. ასე ჩემო ბატონო. ახლა პირველ ჩავწეროთ, მოდით კლაპეირონ მენდეელევის იდეალური არის მდგომარეობის განტოლება, კერძოდ PV-ს, P ბაუდრის ნიუ RS. ახლა როგორც გითხრეს ჩვენ მუდმივი მასის იდეალურმა აირმა შეასრულა ნახატის წრეწირით გამოსახული ციკლური პროცესი, რადგანაც საუბარია მუდმივი მასის იდეალურ აირზე, შესაბამისად ნიუ ნივთიერების რაოდენობა მუდმივი სიდიდე იქნება, ასევე გაზის უნივერსალური მუდმივი აირიც მუდმივი სიდიდე არის, შესაბამისად ეს არის რაღაც გარკვეული მუდმივი სიდიდე, შესაბამისად გვაქვს ესეთი დამოკიდებულება PV რაღაც მუდმივი სიდიდე, მოდი ადავარქვათ გამრავლებული ტეზე. საიდანაც P თოლი იქნება გამრავლებული ტეს შეფარდებისა V-სთან. ახლა მოდით შევხედოთ მაგალითად აი პირველ წერტილს დავაკვირდეთ. კონკრეტულ პირველ წერტილში კონკრეტული ვენული მოცულობისთვის ტემპერატურა არის რაღაც T0. ახლა მოდით ეს შევაერთოთ ამ სახით. აი ეს კუთხე არის რაღაც ალფა და შესაბამისად აი ამის სიდიდე არის T0, ხოლო აი ამის სიდიდე არის V0, ხო? შესაბამისად ამ გრაფიკიდან T0-ის შეფარდება V0-თან თოლი იქნება ტანგენს ალფასი. ანუ ეს მიიღებს შემდეგ სახეს, აქედან გამომდინარეობს, რომ P ერთ წერტილში თოლი არის აჯერ ტანგენს ალფასი. ახლა რადგანაც ნულიდან პინახევარ შუალედში ტანგენს ალფის ზრდასთან ერთად ტანგენსის მნიშვნელობა იზრდება, შესაბამისად ამ წრფის დახრის კუთხე, სადაც უფრო მეტი იქნება, წნევაც შესაბამისად იქ უფრო მეტი იქნება. ამიტომ გამოდის, რომ პირველ წერტილში წნევა ყველაზე მეტი არის, რადგანაც დახრის კუთხე ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი აქ გამოდის. მეორეში უფრო ნაკლები გამოგვივა, მესამეში ნაკლები, მეოთხეში ნაკლები, მეხუთეში ყველაზე ცოტა. ესე იგი პირიქით რო ეკითხათ ყველაზე ნაკლები წნევა სად იქნებაო, ვიტყოდით რომ მეხუთეში, მაგრამ რადგანაც დახრის კუთხე პირველი წერტილისთვის ყველაზე დიდი არის, ამიტომ გამოდის რომ P წნევა პირველ წერტილში მაქსიმალურია. პასუხი A.